ესეც ემსახურება საინფორმაციო ხმაურის შექმნას. როგორი საინფორმაციო ხმაურის ჰქონდათ, ხო ვცდილობ გავიხსენოთ, თორს ერთი 2 წელი მაინც არის, თუ წელზე მეტია, რაც მეგობარი აქტი ეგრეთ წოდებული, მტრული აქტი, ასე ვთქვათ, ტრიალებს სხვადასხვა კაბინეტში და ბოლოს ვინაიდან საბოლოოდ გაირკვა, რომ ასე ვთქვათ, მზის შუქს ვერ იხილავს ეს აქტი, ახლა რაღაც ახალი იდეა მოვიდა, როგორც ჩანს, იმისთვის, რომ გამომუშავებული იქნას ის დაფინანსება მილიონიანი კონტრაქტი. ასე რომ ერთადერთი მიზანი აქვს საინფორმაციო ხმაური და თან ერთი და იგივე მსახიობები მონაწილეობენ. ხედავთ კონგრესმენ ვილსონს, რა ვიცი, ეს ხმაური გადაევლის და მე რასაპირებენ. იგივე ბედი ეწევა ამ ყველაფერს, როგორც მანამდე ყველა ამგვარ მტრულ წამოწყებას. ჯო ვილსონს აქვს ერთი აზრი და ერთი მიზანი. რომ აი ამ ნაცმოძრაობას დაეხმაროს იმაში, რომ როგორმე მოვიდეს ხელისუფლებაში. ახალი რეზოლუცია, ახალი წინადადებები, ახალი მოსაზრებები, რომ საქართველოს ხელისუფლება არ სნონ და ასე შემდეგ, არის მიმართული ერთი მთავარი მიზნისაკენ. საქართველოში უნდა მოვიდეს მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც საქართველოს წაათრევს ომისაკენ. ქართული კოშმარის არაღიარების დებულების შეტანა ამ აქტში ნიშნავს იმას, რომ ამერიკაში და დასავლეთში საერთოდ არასოდეს არ აღიარებენ ივანიშვილის რეჟიმს, ამიტომ ერთ-ერთი გზაა იმისთვის, რომ ამ ლეგიტიმურობის კრიზისიდან ქვეყანა გამოვიდეს, ამ ჩიხიდან გეოპოლიტიკურიდან ქვეყანა გამოვიდეს, არის ამ სისტემის დემონტაჟი, იმიტომ რომ ივანიშვილის პირობებში ეს სისტემა არასოდეს არ იქნება ლეგიტიმურად აღიარებული არც ერთი ცივილიზებული სახელმწიფოს დასავლურ ქვეყნების გულისხმობ. მე და რა თქმა უნდა ჩვენს პარტნიორებს მიერ და ყოველთვის იქნება აი ამ ლეგიტიმურობის პრობლემა და იზოლაციის პრობლემა. ამ ფორმულირების ჩამატებით სიტუაცია რა თქმა უნდა მძიმდება. შესაბამისად, ფაქტიურად იმ შემთხვევაში, თუ ამ ფორმულირებით მოხდება ამ დოკუმენტის მიღება და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან მისი ხელმოწერა, რა თქმა უნდა, გაფორმდება საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის იზოლაცია, იქიდან გამომდინარე, რომ შეიზღუდება დაფინანსება და რა თქმა უნდა შეიზღუდება დიპლომატიური ურთიერთობებიც. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა არის ქართულ ოცნებაზე, იქიდან გამომდინარე, რომ მან აიძულა ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ესეთ რადიკალურ გადაწყვეტილებამდე მისულიყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შესწავლის წინადადება მიბმულია კანონპროექტის 313 მუხლთან, რომელიც საჯარო ხელმისაწვდომ ტექსტში აშშ-ს თავრობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას უგზავნოს. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი, ძალიან მნიშვნელოვანი არსებულ კანონში, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება არის არალეგიტიმური და მილიონების ლობისტებში ხარჯვის მიუხედავად ამ ფაქტს ვერაფერი ვერ ცვლის და ვერც შეცვლის, ვერც ბრიუსელში და ვერც ვაშინგტონში.